და დღის სხვა მნიშვნელოვანი თემები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგი პროვოკაციული განცხადება. ლავროვის უწყება საქართველოს მხრიდან საომარი ქმედებების დაწყების სურვილზე მიანიშნებს. ამ სპეკულაციების მიზეზი კი ღია ცის ხელშეკრულება გახდა, რომელიც საქართველოს რუსეთთან მიმართებაში შეწყვიტა. თემაზე ნათია გოგსაძე მუშაობს. ნათია, რატომ გადაწყვიტა ოფიციალურმა თბილისმა რუსეთთან ამ შეთანხმების გაუქმება? უკვე განცხადება გაკეთდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. საქართველოს მთავარმა დიპლომატიურმა უწყებამ უპასუხა თავის რუს კოლეგებს და განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ბრალდებები, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მორიგი შეიარაღებული კონფლიქტის დასაწყებად, არის აბსურდული და მხოლოდ პროვოკაცია. ოფიციალურმა თბილისმა ეს გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც თავად რუსეთი 2 წლის განმავლობაში არ ღვევდა ღიაცის შესახებ ხელშეკრულებას და არაძლევდა თვითნებურად რამდენიმე ქვეყანას, რომ სადამკვირვებლო ფრენები განახორციელებინათ. ისინი არაძლევდნენ საშუალებას ქვეყნებს, რომ მიახლოვებოდნენ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და ამით ერთგვარად ოფიციალური მოსკოვი ცდილობდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული აღიარების ლეგალიზება გაეკეთებინა. ეს განცხადება ნამდვილად არის ცალსახად პროვოკაციული და უფრო მეტიც ძალიან აბსურდული და კლასიკური გამოხატულება რუსული დიპლომატიის, რომ ყოველთვის საკუთარი შეცდომები გადააბრალონ სხვას და ამით ეცადონ თავი გაიმართლონ და უხეშად ვიტყვი გამოძვრენ იმ მდგომარეობიდან, რომელიც თვითონვე შექმნეს. რაც შეეხება სრულიად აბსურდულ და ძალიან არასერიოზულ განცხადებებს იმის თავაზე თითქოს და ამით საქართველოს რაიმისთვის ემზადება, ძალიან კარგად ვიცით ჩვენ ორ სახელმწიფოში შორის ვინ არის აგრესორი, ვინ განახორციელა საქართველოს მიმართ აგრესია და ვინ გამოირჩევა განსაკუთრებულად აგრესიული რიტორიკით ბოლო პერიოდში საკუთარი მეზობლების მიმართ. ამ ხელშეკრულების შეჩერების საფუძველი მხოლოდ იყო ის, რომ რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან პერმანენტულად ხდებოდა საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმების დარღვევა, რომლის გამოსწორებისკენაც ვერც საქართველოს და ვერც საერთაშორისო თანამეგობრობამ 2 წლის განმავლობაში რუსეთს ვერ უპირისპირდა სამწუხაროდ. საქართველოს ხელისუფლებამ ღიაცის შესახებ ხელშეკრულების შეჩერება მხოლოდ რუსეთთან მიმართებაში გააკეთა ყველა ნორმის დაცვით. ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვენაში უკვე აცნობა ღიაცის ფრენებისთან დაკავშირებით საკონსულტაციო კომისიას და მის ამჟამინდელ თავმჯდომარე ქვეყანას საფრანგეთს, რომ ასეთ გადაწყვეტილებას იღებს. ეს გადაწყვეტილება ოფიციალურმა თბილისმა რამდენიმე დღის წინ მიიღო და ოფიციალურადვე გამოაქვეყნა. მოსკოვი კი მას მხოლოდ 1 კვირის დაგვიანების შემდეგ გამოეხმაურა. ეს ნათია გოგსაძე იყო.